მოსავლის ამღების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა წელსაც განხორციელდება. გადაცხადების მიღება 2025 წლის 15 ივლისის 12 საათიდან დაიწყება. ბიუჯეტი კი 10 მილიონი ლარია. პროგრამაში ცვლილება შევიდა და თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 150.000 ლარიდან 250.000 ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის 15 ივლისიდან იწყება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა, რომელიც შეეხება მოსავლის ასაღები ტექნიკის თანადაფინანსებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეწევა ფერმერულ საქმიანობას და სჭირდება მსგავსი ტიპის ტექნიკის შეძენა და შესყიდვა. აქ საუბარია კომბაინებზე, ჩაის დაკრეფაზე, ხეხილის, ნებისმიერ ტიპის თვითმავალ და ასევე რა თქმა უნდა მისაბმელი ტექნიკაც შედის ამასთან ერთად, რომ პარალელურად შეიძინება. პროექტის ბიუჯეტი არის 10 მილიონი ლარი და გაგრძელდება მის სრულ დახარჯვამდე. თანადაფინანსების წილი მოიცავს 30%-იან თანადაფინანსებას ღირებულიანი ღირებულების, მაგრამ არა უმეტეს 250.000 ლარისა. ასევე ჩაის შემთხვევაში უკვე 1000 ლარი არის და იქ 50%-იანი თანამონაწილეობა შეუძლია რომ გააკეთოს სახელმწიფომ. დანარჩენ შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, წარმოადგინოს სტანდარტული დოკუმენტაცია, რაც საჭიროა და ეს შეუძლიათ ნახონ ვებგვერდზე, ან თუ დაინტერესებს ნებისმიერი მოვიდეს ჩვენთან და ჩვენს პირხმარებით თუ რა საბუთები უნდა მოაგროვონ, წარმოადგინონ და უკვე 15 ივლისიდან შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ თითოეულმა ფერმერმა და შეიძინოს ასეთი ტიპის ტექნიკა თუ დაინტერესებს რაც